მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვიმყოფებით აბაშის რაიონში, თქვენ კადრში ხედავთ ნაკვეთს, სადაც დათესილია სიმინდი ბაქტოფერტით, თესვის დროს გამოყენებული იქნა 350 კილოგრამის ოდენობით საჰექტრო და ჩაუტარეთ ერთჯერადი გამოკვება ჯეოჰუმატით, ჰერბიციდთან ერთად. წინა გადაცემიდან თქვენ გახსოვთ თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ნაკვეთი, სანამ შევიტანდით ჩვენ აქ ჯეოჰუმატს, დისტიმულატორს. ჯეოჰუმატის ოდენობას რაც შეეხება ლიტრანახევარი 300 ლიტრ წყალში 1 ჰექტარზე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე თუ რა რელიეფია და რა კლიმატური პირობები იყო ამ ნაკვეთში. თქვენ კადრში ხედავთ თუ როგორ არის ეს ამ ნაკვეთის თვლიანი ფართობი არის 4 ჰექტარი და აქედან თითქმის 30-40% განადგურებულია, იმიტომ რომ წყალს ეკავა ეს თვლიანი ფართობი. აქედან გამომდინარე სიმინდის ფერი სანამ ჯეოჰუმატით გამოკვება ჩაუტარდებოდა იყო უფრო ღია მწვანე, იმიტომ რომ მცენარე მთლიანად იდგა წყალში, ქვედა ფოთლები მთლიანად იყო მოხარშული და ვერ სუნთქავდა მცენარე, ფესვის აერაცია არ ხდებოდა. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გამოსწორებულია აქ მდგომარეობა, მით უმეტეს რომ ეს სიმინდი არის დათესილი ივნისის პირველ რიცხვებში და დღეს უკვე შეგვაქვს მეორედ ჯეოჰუმატი, იგივე ოდენობით ლიტრანახევარი ჯეოჰუმატი 1 ჰექტარზე და ამით თუ მესამეთად შეგვიშვა, რა თქმა უნდა მესამეთად შევიტანთ და შედეგი ნამდვილად კარგი იქნება. ძირითადი ფართობი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უკვე სიმინდი არის სადღაც 40-45 სანტიმეტრის, რომელიც წყალში იდგა და რომელიც გადაურჩა, მაგრამ არის ამ ნაკვეთში ნაპირებში, სადაც წყალმა ვერ მიაღწია ამ ნიშნულს, ოპერატორს თქო რომ დააფიქსიროს, თუ როგორ გამოიყურება ეს სიმინდი მაღალ ადგილზე რაც არის კიდევ ბოლოში დასასრულში, სადაც მაღალი ადგილია შედარებით და მიმდინარეობს ძალიან კარგი განვითარება. ფერიც მუქი მწვანე და ვნახოთ, დაველოდებით ახლა მის ვეგეტაციის პერიოდის დასრულებას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მივიღებ ძალიან კარგ შედეგს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ჩამოვალთ ამ ნაკვეთში მესამე ჯეოჰუმატის შეტანის დროს და უკვე მოსავლის აღებისას. და ვნახოთ, რა დაგვიჯდა ფინანსურად ქიმიური სასუქებით მოყვანილი და რა დაგვიჯდება კომპანია ჯეოფერტის მიერ ნაწარმოები ბიოსასუქებით, ბაქტოფერტით და ჯეოჰუმატით მოყვანილი სიმინდი.